ნიკა ფარულავაა ჩვენი სტუმარი კოალიციის ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, სხვა შორის მან დასვა ეს დაწერეთ თქვენ სოციალურ ქსელში ამის თაობაზე ვნახე მე. ხო, არის რაღაც თემები ამ პროპაგანდის გავრცელების პარალელურად, აი ტროლბოტობად რო დაინიშნეს თავი, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები ამ ქვეყნისთვის რჩება ყურადღების მიღმა. კი, რაც თქვენ გაუსვით ხაზი, ეს არის უდაოდ მნიშვნელოვანი საკითხი. ახლა ამაზე უნდა აკეთებდეს განცხადება. შალო პაპუაშვილი დღეს რა მოვისმინეთ მისგან კი ნახეთ. არაფერი. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველი დავიწყებ იმით, რომ ეს აქამდე საჯარო ცნობილი ფაქტი იყო, დაახლოებით 1 წელია მიდის აქტიური სამუშაოები სოხუმის აეროპორტის რაც რესტავრაციის და მისი განახლებისთვის და დაემატა ახალი ტერმინალი, რომელიც 400 მგზავრს მოემსახურება დაახლოებით 1 საათში და ამით რაღაც ცდილობენ თითქოს იმის ჩვენებას, რომ აი რაღაც მყარად არიან, აფხაზეთი ვითარდება და ასე შემდეგ. მაგრამ აქ თავარი სხვა რაღაც არის. მე მინდა უბრალოდ რომ კაფიო იყოს მოქალაქეებისთვის, რეალურად სად ვართ და რა ვითარებაში ჩაგვაგდო ქართულმა ოცნებამ. ქართული ოცნება ხშირად წარმოაჩენს საკუთარ თავს როგორც ერთადერთ და უალტერნატივო ძალას საქართველოს სუვერენიტეტის დამოუკიდებლობის და თავისუფლების დაცვის საკითხში, რომელიც არავის არაფერს არ გაუტარებს განსაკუთრებით გარე ჩარევების დროს და რომელიც აბსოლუტურად ყველასთან ორ ფეხზე იდგება განსხვავებით ჩვენგან, ხო რაღაც რომლებიც ვცდილობთ რომ ცალფეხზე დაუდგეთ თითქოს გარე აქტორებს. ბოლო რამდენიმე დღეში ჩვენ რაც ვნახეთ იყო პირველი მაგალითად ირანის ელჩის მუქარა, რომელსაც არათუ არ გამოეხმაურნენ. არამედ შემდეგ ირანის ელჩმა დაწერა რომ მე იქეთ დავურეკეო. შეხვედრაო მათთან და თითქოს ის პათოსი ქონდა რომ შევხვდი და ყურიც აუწიე იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც მიმდინარეობდა და ისევ მუქარის შემცველი პათოსი ქონდა. ეხლა მაგალითად გუშინ ჩვენ ვნახეთ კირიენკო აფხაზეთში, რომელიც დღესაც იქ იმყოფება და კირიენკო არის პუტინის პირადი წარმომადგენელი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით. მას აბარია ეს მიმართულება და მან დღეს წაიკითხა სხვა შორის ვლადიმერ პუტინის მიმართვა ამ ეგრეთ წოდებულ ეკონომიკურ ფორუმზე, სადაც შედგა მათ შორის სოხუმის აეროპორტთან დაკავშირებით ეს გახსნის ერთგვარი ცერემონიალი და იქ პუტინი საუბრობს საკუთარ მიმართვაში, რომ რუსეთი აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ აფხაზეთი განვითარდეს, მოხდეს მისი კიდევ უფრო მაქსიმალური ინტეგრაცია, რუსეთთან ეკონომიკური და კულტურული ინტეგრაცია. სინამდვილეში ჩვენ რო ვიცოდეთ 33 წლის შემდეგ პირველად სოხუმის დროებით ოკუპაციის შემდეგ დღეს გაიხსნა ოფიციალურად სოხუმის აეროპორტი და დაიწყება ეგრეთ წოდებული საერთაშორისო ფრენებით სანქცირებული ავიაკომპანიებით, რაც არის როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა. ქართულ და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევასთან ერთად ეს არის ასევე საქართველოს სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობაზე და თავდასხმაზე თავისუფლებაზე პირდაპირი თავდასხმა და ეს არის აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის მორიგი ნაბიჯი საქართველოს დაქუცმაცების და დანაწევრების და აფხაზეთის როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო წარმოჩენის მცდელობა. ამაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წოდებული უწყება მეორე დღეა დუმს. მათ ზუსტად იცოდნენ ეს საჯაროდ იყო ეს წყაროები, რომ კირიენკო იქ იმყოფებოდა და ის ლობირებდა ამ აეროპორტის დღეს გახსნის საკითხებს. ამიტომ როდესაც ამაზე დუმან, რა შეიძლება იყოს იმაზე მნიშვნელოვანი, რა ვიცი, თავმოყვარე პოლიტიკური გუნდისთვის, რომელიც სუვერენიტეტის დაცვის დიდი მოტივებით გამოდის და ამ ნაბიჯებს დგამს, რომ აი ამ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე მყისიერ განცხადებებს ავრცელებდეს, რთავდეს ყველა საერთაშორისო მექანიზმს, მათ შორის მიმართოდეს ყველა ჩვენს პარტნიორს, მაგრამ ვის უნდა მიმართონ? ფაქტობრივად არავინ არ დარჩა საერთაშორისო ასპარეზზე ორბანის და შიგადაშიგ სლოვაკეთის გარდა, რომელთანაც მათ შეუძლიათ უბრალოდ წინ წამოწიონ საქართველოს ეროვნული საკითხები და აქ მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ სინამდვილეში ქართულმა ოცნებამ ჩვენ ჩაგვაგდო ისეთ რეალობაში, სადაც უბრალოდ არ არსებობს არანაირი შანსი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაციის და მეტიც. არათუ დეოკუპაციის შანსი არ არსებობს. ისინი საკუთარი ნაბიჯებით მიზანმიმართულად ანგრევენ არაღიარების პოლიტიკას, რომელიც არის ალბათ ყველაზე წარმატებული პროექტი და პოლიტიკური განზომილება, რომელიც ამ ქვეყნის ისტორიას სამწუხაროდ მოუწია, რომ შეექმნა, ხო? და ეს არაღიარების პოლიტიკა მეტწილად დგას ამერიკის შეერთებულ შტატებზე და ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და კიდევ უფრო მეტად ამერიკის შეერთებულ შტატებზე, იმიტომ რომ სწორედ მათი შენარჩუნებულია ეს ყველაფერი და როცა ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გაწყვეტილი გაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან შენი ანტიდემოკრატიული, ანტიამერიკული, ანტიქართული ნაბიჯების გამო. როცა ჩვენ ფაქტობრივად ცივომში იმყოფები და deep state-ს ეძახიან შენი პირდაპირი პროპაგანდისტები, პრეზიდენტ ტრამპს, მის ვიცე-პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანს, მთლიანად ევროკავშირს, ხო? და როდესაც შენ შეგიძლია ბოდიში მოუხადო ანწუხელი ძიფს წამებლებს დაბომბილი ქალაქ გორიდან, აქ არანაირ მშვიდობიან დეოკუპაციას და 300,000-მდე
დევნილის დაბრუნებაზე და ჩვენი უფლებრივი მდგომარეობის აღდგენაზე საუბარიც კი ზედმეტია პირიქით ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი წინ და წინ მიდის სამწუხაროდ კიდევ ერთხელ იმისკენ რომ აი ეს ანექსიის პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდეს და რა ვიცი უნდა ვიმედოვნოთ რომ არ მივიდეს დასასრულამდე რაღაც ეტაპამდე მაინც და მე შეგახსენებთ რომ ვიცი სირიაში აგერ უკვე მეორე წელი სრულდება რაც მოსკოვის პირდაპირ პარტნიორი ასადის რეჟიმი დაემხო და ერთი განცხადებაც კი ვერ გაავრცელეს იმასთან დაკავშირებით ქართული ოცნების წარმომადგენლებმა რომ როგორმე მათ რაიმე ნაბიჯები გადაედგათ იმის შესახებ რომ სირიას უკან გაეწვია არა თუ არ გადაუდგამთ ეს ნაბიჯები ნიკა პირიქით იქით დაადანაშაულეს დასავლეთი ისინი ხმას არ იღებენო ჩვენ სასარგებლოთო თითქოს მათ არ აქვთ ამის შესაძლებლობა და თითქოს ვინმე უშლის განცხადება არ გაავრცელო და ან შეხვედრა არ დაგეგმონ აქ ძალიან მნიშვნელოვანია სად მიესვლებათ მათ აქ აი ზუსტად ეს არის კითხვა რომ ამ ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად ამ რეჟიმს არ მიესვლება არავისთან ვიზა სჭირდებათ ევროკავშირის ტერიტორიაზე და ისიც რამდენიმე ქვეყანაში ჩაესვლებათ სლოვაკეთსა და უნგრეთში ვნახავთ მათ ხშირად დანარჩენ ქვეყნებში მათ არ ჩაესვლებათ ვიზით ჩადიან და ემუქრებიან საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებს რომ მათაც დააკარგინონ ეს სიკეთე რომელიც სულაც არ არის მათი მოპოვებული ანუ რას გვთავაზობენ ისინი პროპაგანდის გარდა პოლიტიკით რომელიც ივანიშვილმა აირჩია რომ იყოს ფაქტობრივად რუსეთის მხარეს რუსული ნაბიჯებით მოძრაობდეს ამ სამყაროში და ამ ქვეყანას ტოვებდეს ფაქტობრივად რუსულ ჭაობში თქვენ ახსენეთ პროპაგანდა და ის რომ საქართველოს მოქალაქეებს გვემუქრებიან უვიზო რეჟიმის დაკარგვით ხო ადამიანებს შეუძლიათ 21 საუკუნეში ვცხოვრობთ, ციფრულ არქივში ვცხოვრობთ, შეუძლიათ გადაახვიონ და ნახონ მათი განცხადებები, როდესაც ამბობდნენ, რომ ევროკავშირის ჯის საქართველოს მოქალაქეებს, იმიტომ რომ მათ გადაწყვიტეს, რომ რაღაც უვიზო რეჟიმი შეგვიჭრა და წაგვარდონ, ხო? დღეს პირიქით ამბობენ ამ ყველაფერს, რომ თუ ჩვენ არ გვაქვს, შესაძლებელია თქვენც არ გქონდეთ და ამის გამო დაისჭებით და ასე შემდეგ, ხო? სინამდვილეში ევროკავშირის მხრიდან და ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილება, რომ დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებს შეუჩერონ უვიზო მიმოსვლა ამ პასპორტებით, არის ძალიან დიდი პოლიტიკური განაცხადი, ხო? განაცხადი ეს უბრალოდ რაღაცა მიმოსვლასთან დაკავშირებით არ არის, სინამდვილეში პირდაპირ უკავშირდება ლეგიტიმაციის საკითხს. ევროკავშირმა ამით გადაწყვეტილება მიიღო იმის შესახებ და დაადასტურა მის პოლიტიკურ დეკლარირება მოახდინა მისი პოლიტიკური გადაწყვეტილების, რომ ისინი აღიარებენ ქართველი ხალხის სამოქალაქო პოლიტიკურ უფლებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ჩვენ გვინარჩუნდება უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, თუმცა ისინი არ აღიარებენ დიპლომატიური პასპორტებზე უვიზო რეჟიმის გაუქმებით ქართულ ოცნებას, როგორც ძალას, რომელსაც ეკუთვნის ეს სახელმწიფო სამთავრობო პრივილეგია, ხო? ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ხო ისინი არ აღიარებენ მათ როგორც ლეგიტიმურ ძალას და ახლა რაც არ უნდა ილაპარაკონ იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიმე რეზოლუციას რაიმე ფასი არ აქვს, ხო? ევროკომისიის მიერ იქნა ეს გადაწყვეტილება ერთი მიღებული და მეორე ტყუილია ისიც, რომ როდესაც ვინმე ამბობს, რომ ევროპარლამენტის რომელიმე რეზოლუციას ფასი არ აქვს, ევროპარლამენტის რეზოლუციის ხარდაჭერის გარეშე ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ეს სარეკომენდაციო პოლიტიკური რეზოლუცია ჭირდება ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც მიისწრაფვის ამ ევროპული ოჯახის წევრობისკენ და კიდევ ერთი ნაწილი, აი ხშირად საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გზავნილი ქონდათ, რომ თითქოს რაღაცა მოლდოვა ჯერ კიდევ DST-ის წევრია და ჩვენ ხო მოლდოვა DST-ის წევრია და მაინც ჩვენ გვერჩიან, მაინც ჩვენ გვსჯიან და მოლდოვა და საქართველოს იმიტომ ვერ წავიდა წინ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ეტაპზე, რომ აი ჩვენ გთხოვდნენ ომში ჩართვას და აქ ომი არა. ორივე ეს პროპაგანდისტული არგუმენტი გაუქარწყლდა სინამდვილეში, იმიტომ რომ ერთი მოლდოვის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საბოლოო მოსმენით DST-დან გამოსვლას და ორი კვირის წინ მათ მიიღეს ბოლო სამ კლასტერზე უკვე შინაარსობრივი განაცხადი იმასთან დაკავშირებით რა ნაწილები დარჩათ მათ შესასრულებელი და მეორე არის ის რომ მოლდოვაში არც ომი არ არის და არაფერი და მოლდოვა უკვე იღებს იმ სიკეთებს რომელსაც უნდა იღებდეს 2 მილიარდამდე ევროს დახმარება მიიღო გახდა ევროკავშირის საერთო როუმინგ ზონის წევრი და ეს მინდა იცოდნენ საქართველოს მოქალაქეებმა რაც ნიშნავს ეს ნიშნავს იმას რომ მოლდოვის მოქალაქეებს მთელი ევროკავშირის მასშტაბით შეეძლებათ საკუთარი მობილური ტელეფონის ნომრებით ისე იკომუნიცირონ ერთმანეთში რომ დამატებითი გადასახადი არ გადაიხადონ არც ინტერნეტზე არც ზარებზე არც მიმოწერაზე და მეორე მხრივ რაც ბიზნესმაც უნდა იცოდეს და მათ შორის ქვეყანამ რომელსაც მილიონზე მეტი ემიგრანტი ყავს ხო მათ უნდა იცოდნენ რომ მოლდოვა ასევე გახდა საერთო ევროზონის გადახდის წევრი სადაც უკვე გადარიცხვებს მოლდოვის მოქალაქეები ევროკავშირის მთლიან მასშტაბში შეძლებენ ბევრად უფრო იაფად, ბევრად უფრო ნაკლები რისკებით და ბევრად უფრო სწრაფად. ეს ხო ბიზნესისთვისაც კარგია ერთის მხრივ და მეორე მხრივ იმ რიგითი მოქალაქეებისთვის რომლებიც იქ საქმიანობენ და ოჯახებს და შვილებს აქ ინახავენ. აი ამ კონკრეტულ სიკეთეებს ართმევს
განცხადებს ქართული ოცნება, როდესაც მათ ატყუებს, რომ თითქოს რაღაცა DST-ის წევრია მაინც მოლდოვა და ამის გამო რაღაც წინ ვერ წავედით. ნიკა, ამ პროცესებში ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი მე დასასრულისკენ უნდა წავიდეთ, დღეს ბევრი დიდი ნაწილი წაიღო განცხადებებმა სინოდის ხდომიდან ჩვენი ეთერის და მინდა უბრალოდ კითხოთ ბოლოს, მაშინ როცა შეერთებულ შტატებთან გადატვირთვას უპირდება საკუთარ ამომრჩეველს ყოველ შემთხვევაში და ამასობაში ვიღებთ აბსოლუტურად ისეთ რეალობას, რომ ივანიშვილის პოლიტიკა ამ ქვეყანას სტრატეგიული პარტნიორობა დააკარგინა შეერთებულ შტატებთან, დატოვა რუსეთის პირისპირ. რა არის ალიანსის ამოცანა დღეს აი ამ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის ნაწილში? მაგალითად კობახიძე ძალიან წუხდა, რომ თქვენ ერთიანი ფრონტით აპირებთ წარდგომას შეერთებულ შტატებში. პროექტი უნდა დავიწყოთ იმით, რომ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით განწყობილებას იღებს ამერიკის შეერთებული შტატები და მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები იმაზე დაყნობით, რა პოლიტიკას ნახავს საქართველოში და ამ პოლიტიკას უნდა ახორციელებდეს ის გუნდი, რომელსაც de facto მაინც აი ამ შემთხვევაში უყრია ძალაუფლება. ცხადია, როდესაც ქართული ოცნება პირდაპირ მარკო რუბიოს განცხადებას და JD Vance-ის განცხადებას თუ დავეყნობით იმ განცხადებებთან ერთად პაკეტში, რასაც სახელმწიფო დეპარტამენტი ტრადიციულად ავრცელებს უკვე რაღაცა შაბლონურად, ხო რაღაც შემუშავებული აქვს და ყველა კითხვაზე გზავნის, რომ JD Vance-ის ციტირებით მათ იციან რა ნაბიჯებიც უნდა გადადგან და ეს ნაბიჯები უნდა გადაიდგას და ეს კონკრეტული ციტირებები იყო JD Vance-ის, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, ეს იყო არ შეიძლება ამომრჩეველთა ნების უმრავლესობის უგულებელყოფა. მეტი როგორ დაუმარცხლონ ამ ადამიანებს, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარეშე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გარეშე და ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური გარემოს დამკვიდრების გარეშე ვერაფერი დედამიწის ზურგზე ვერ დაალაგდება ამერიკის შეერთებულ შტატებთან. თუ რა ვინმეს რამის ამის საპირისპირო ილუზია გააჩნია, შეუძლია კიდევ ერთხელ გაეცნოს მარკო რუბიოს ზარის პარალელურად მის განცხადებებს კუბასთან და ვენესუელასთან დაკავშირებით და ერთსაც დავამატებდი თქვენ საპატრიარქო ახსენეთ და ძალიან საფრთხილო თემაა, ოღონდ აი სუვერენიტეტის ნაწილში კიდევ ერთხელ, ხო? როცა ჩვენ განვიხილეთ აფხაზეთის საკითხი, განვიხილეთ იგივე ირანის ელჩის მუხარის საკითხი, ნარიშკინის უწყებამ, რომელიც არის რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური, რომელსაც საერთოდ არაფერი არ უნდა ესაქმებოდეს საქართველოს არანაირ საქმესთან დაკავშირებით, არც შიდა, არც გარე, ყველა მისი განცხადება და ყველა მისი მიზანი იქნება მხოლოდ მტრული. უწყება გამოვიდა და ოფიციალური განცხადები ღია და დაუფარავად ჩაერია საპატრიარქოს არჩევნებში და ეს რომ ეს კი არა, აი წარმოიდგინეთ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირის და გერმანიის ელჩს რომ ეთქვა, რომ ნუ იჭერთ ადამიანებს ტროტუარზე დგომის გამო, პირბადი სტარების გამო და ნუ უკრძალოთ მილიონზე მეტ ემიგრანტს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, ამას ნათლავენ შიდა საქმეებში ჩარევა და სუვერენიტეტის ხელყოფად. ყველა ქოცი გამოდის ამბანის მიხედვით დაეწყობიან დიდ ეპისტოლარულ გზავნილებს წერენ საკუთარ Facebook პოსტებზე, გამოაცხობენ ამას, შემდეგ იბარებენ საგარეოში, ამ დროს არც ირანის ელჩი დაუბარებიათ, დიპლომატიური პროტესტი რო გადაეცათ და არც ნარიშკის გამოხმაურები, არც უწყებრივად შესაბამისი უწყება მამუკა მდინარეზე, რომელიც რა ვიცი, წოდებაზე იღებს ისე რომ ერთი დღე არ უმსახურია არც ფრონტზე და არც ველზე.